თუ თქვენი ბავშვი დაიბადა ნებისმიერი თვის 8-26 რიცხვში, მას აქვს დაბალანსებული მშვიდი ხასიათი, შეუძლია შექმნას ჰარმონია და სიმშვიდე გარემომცემ სივრცეში, ის თავის ასაკთან შედარებით ბევრად განვითარებულია და შესამჩნევად უსწრებს თანატოლებს, ძალიან მალე იზრდებიან და იზიდავენ ყოველთვის უფროსი ასაკის ადამიანებს თავის გარშემო. მისი ანალიტიკური აზროვნება და კრიტიკული აზროვნების უნარი მას ასაკის მიუხედავად საკმარისად მოწიფულს ხდის. ის ბავშვობიდან დასრულივით მსჯელობს და სწორედ ამიტომ უყვარს უფროსებთან ურთიერთობა და მათთან საუბარი. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ მასში ეს სიმწიფე, რადგან ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენს ურთიერთობას ბავშვთან. საერთოდ ასეთი ბავშვი უპირატესობას ანიჭებს პატიოსნებას და სამართლიანობის აღდგენას. ის ყოველთვის მზად არის, რომ დაიცვას თავისი შეხედულებები და ყოველთვის მხარს უჭერს სუსტებს. მას ძალიან პრაქტიკული გონება აქვს, რომელიც მას საშუალებას აძლევს გამოიტანოს გააზრებული დასკვნები. რთულ სიტუაციებში მას შეუძლია კონცენტრირება მოახდინოს გადაწყვეტილებების პოვნაზე და ყოველთვის იპოვის გამოსავალს, მაგრამ ასეთ ბავშვსაც ახასიათებს, რა თქმა უნდა, უარყოფითი თვისებები, როგორიც არის ეს შეიძლება იყოს სიჯიუტე, არ აღიაროს თავისი შეცდომები და ყოველთვის სწორად ჩათვალოს თავი, ის დაჟინებით აწესებს საკუთარ წესებს და უარს ამბობს ზოგადად მიღებულ ნორმების დაცვაზე, მიდრეკილია უსამართლობაზე, წუწუნებს ყოველთვის, გრძნობს, რომ ყველა მის წინააღმდეგაა და თავისი უბედურებების მიზეზს მის გარშემო არსებულ სამყაროს შეეძებს. ამიტომ ასეთ ბავშვს მნიშვნელოვანია, რომ ბავშვობიდანვე ვასწავლოთ, რომ რაც ჩვენს გარშემო ხდება, ყველაფერი სამართლიანია და მან უბრალოდ უნდა მიიღოს ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან და სამყაროც სამწუხაროდ ასეთია, რომ არსებობენ სამართლიანი და არასამართლიანი ადამიანებები და ეს სამწუხაროდ ვერ შეიცვლება.